ეს არის სტილის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვერთა კომუნიკაციების კომისიის მედია ციგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახურდანიძე და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე, მოქალაქეების გადამზადება ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესწავლაში. ხვდებით, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ფაქტობრივად მიბმულია ნანოტექნოლოგიებზე, მის განვითარებაზე და თემა რასაკვირველია სულ უფრო აქტუალური ხდება. კომუნიკაციების კომისიას უკვე აქვს ამ პროგრამის მუშაობის რამდენიმე წლიანი პრაქტიკა, ძალიან საინტერესო ტენდენციები უკვე გამოჩნდა და ამჯერად ვის მოუწევს რომელ რეგიონს და ქალაქს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაერთოს ამ პროექტში, პროგრამაში. მოკლედ ამ აქცენტებს დავსვათ დღეს გადაცემაში. მოგესალმებით, მარიამ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ვიდრე უშუალოდ გადავალთ თქვათ იმ ქალაქზე, სადაც ფოკუსი გაკეთდება. მოდით გადავალოთ თვალი იმ წლებს, რომელმაც გარკვეული ტენდენცია უკვე ამ კუთხით შექმნა. პროექტი ძალიან აქტუალურია, მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რისი სწავლა შეუძლიათ ამ ადამიანებს. ეხლა თავისთავად ის რომ ეს უფასოა და ვთქვათ, კიდევ უფრო მიმზიდველია ამ კუთხით, ამასაც ვხვდებით და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დაინტერესების როგორი მაჩვენებელი გვაქვს. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. კომუნიკაციების კომისია უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამა. ეს პროგრამა მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო პროგრამის მხარდამჭერი პროექტი არის Login Georgia, რომელიც არის 5 წლიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. ჩვენ როგორც ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება, უკვე როგორც აღვნიშნა მეოთხე წელია ვახორციელებთ პროგრამას და მოთხოვნა ზოგადად პროგრამაზე სატრენინგო, ესე იგი მოდულების გავლაზე არის ძალიან მაღალი, ანუ სულ უფრო მეტად და მეტად იზრდება. პროგრამას ახორციელებს პროგრამის კოორდინატორი, ციფრული ელჩები და ტრენერთა გუნდი. უფრო მინდა ახლა ვკონცენტრირდეთ ციფრულ ელჩებზე, ის ადამიანები არიან, რომლებიც წარმოდგენილი არიან რეგიონებში, ადგილზე, იმისთვის რომ მოახდინონ ამ ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში. ხომ ხა შინაარსზე ვისაუბროთ ამ ელჩებს რეალურად რა ფუნქცია აქვთ და რა მიმართულებით რა აქვს. დიახ, და ისინი რეალურად მობილიზებას აკეთებენ ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთაც შეუძლიათ, რომ ესე იგი ინტერესის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა ამ სატრენინგო პროგრამაში. სახელწოდებიდანაც ჩანს, ხო, ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომ ციფრულ წიგნიერებაზე და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაზე ვართ ორიენტირებული. ზოგადად პროგრამის მიზანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში, ასევე მის მიზნობრივ გამოყენებაში, ხო, ან სარგებლიან აპლიკაციების უფრო ეფექტიანად გამოყენებაში. და სანამ ვთქვათ, აი ამ ორ ძირითად თემატიკაზე ვკონცენტრირდებოდით, მანამდე ჩატარდა საჭიროებების კვლევა ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელმაც გამოავლინა ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც აქვს ვთქვათ, აი ამ კონკრეტულ ჯგუფებს, ამიზნე ჯგუფებს და ეს არის ის საბაზისო უნარები, ციფრული უნარები. დღეს იცით ციფრულმა ტექნოლოგიამ და ზოგადად ციფრული სამყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი შემოჭრილია და ეს ცოდნები იმდენად სწრაფად ვითარდება, ხომ, ციფრული ტექნოლოგიები, რომ ჩვენც აუცილებლად უნდა დავეწიოთ ჩვენი ცოდნებით აი ამ პროცესს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს უნარები იყოს ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ თქვათ ჩვენთვის, ვინც თქვათ ვისაც აუცილებლად გვჭირდება ეს უნარები, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც შეიძლება ასეთი პრიორიტეტული არ იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმდენად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რომ
ეს ესე იგი ამ საჭიროებას უკვე ადგილობრივ მოსახლეობაც გრძნობს. მზაობა ამ გამოწვევებს, რომელსაც გვთავაზობს ყოველდღიურობა, გაუმკლავდეთ, ითხოვს უპირველესად გარკვეული, თქო, საბაზისო უნარების ცოდნას, ელემენტარულ ტექნიკას, როგორ შეიძლება, რა მიმართულებით შეიძლება, რომ გამოიყენო შენი მოწყობილობა, რომელიც ახლა ყველას ხელში უჭირავს. მოდით გითხარით, თქვათ, რა უნარებს ავითარებს უპირველეს ყოვლისა, რაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა და ინტერესი, რა რეალობა გქონდათ მანამდე და აი ამ 4 წელმა რა დაგანახათ, რა შედეგზე გახვედით, თქვათ, უკავშირი რა კუთხით არის უფრო? კი ბატონო, სანამ ამ კონკრეტიკაზე გადავალთ, ალბათ მნიშვნელოვანია ვახსენოთ ამ პროგრამის მახასიათებელი, რაც არის გეოგრაფიული არეალი. და რითაც განსხვავდება და ის უნიკალურია სხვა პროგრამებისგან და პროექტებისგან განსხვავებით. მე ვაღნიშნე Login Georgia პროექტი, ამ პროექტს აქვს სამიზნე არეალი, გეოგრაფიული არეალი, რომელიც გულისხმობს ამ პროექტის პირველი კომპონენტის ელემენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტი პირველი კომპონენტი ახორციელებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, მეორე კომპონენტი, საგანმანათლებლო კომპონენტი, ხორციელდება პარალელურად და იმ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში, იმ რაიონებში, სადაც ეს ინფრასტრუქტურა ვითარდება, ინტერნეტ ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, მხოლოდ იმ მოსახლეობას შეუძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რომელიც ამ გეოგრაფიულ არეალში იმყოფება. რაც შეეხება ესე იგი წარმატებას, გამოხმაურებას, ჩვენთვის ინტერესით, კი ბატონო, ნახეთ, ეს საკმაოდ მოწყვლად ჯგუფებთან გვაქვს საქმე, თავიდან, როდესაც დავიწყეთ ეს პროგრამა, მართალი გითხრათ, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის ამ ადამიანების დაინტერესება ზოგადად სემინარებში მონაწილეობის მიღებაზე, იმიტომ რომ ჯერ მნიშვნელოვანია ინფორმირება, ხომ, რომ მიიტანო ეს ინფორმაცია და მეორე მნიშვნელობა დაანახო ადამიანებს აი ამ საჭიროების. წლებთან ერთად ესე იგი გრძნობთ, რომ საოცრად იზრდება ინტერესი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ინტერნეტის აქტუალობიდანაც გამომდინარეობს, კვლევა ვახსენე, რომელიც პროგრამის დიზაინის წინარე აქტივობა იყო და ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ინტერნეტზე მოთხოვნა არის ძალიან მაღალი გეოგრაფიულ არეალში, მათ შორის 90%-ს გამოკითხულთა 90%-ს მობილური ინტერნეტი აქვს და შესაბამისად იყენებენ, ვთქვათ, აი იმ სიკეთებს, რაც ინტერნეტს თან ახლავს. აქედან გამომდინარე, აი აქტუალობა, რომ ვიცოდეთ და გქონდეს ის უნარები, რომ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ და მოვახდინოთ ეფექტიანი ნავიგაცია ციფრულ სამყაროში, სულ უფრო და უფრო იზრდება. და რაც შეეხება ეს ინტერესის სფეროს, ერთ-ერთი მაგალითად ციფრული წიგნიერების მოდულის ფარგლებში ვასწავლით, როგორ უნდა მოვახდინოთ, თქვათ, ელექტრონული მეილის რეგისტრაცია და მისი გამოყენება, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები და ასევე Google-ის საძიებო სისტემაზე ესე იგი, შესაძლებლობებზე იყო ამ ტრენინგ მოდულში საუბარი, თუმცა აი დროსთან ერთად ჩაანაცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა, იმიტომ რომ ამ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გაცილებით უფრო დიდია და მრავალფეროვანი და შესაბამისად მოსახლეობისგან უფრო მეტი ინტერესი წამოვიდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით. მარიამ, ადამიანებს ყოველ დღე ესმით ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტის შესახებ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება, რომელსაც თქვენ ხვდებით, მუნიციპალიტეტები, ქალაქები, სოფლები, რამდენად ხვდებიან, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია და ხვალ შეიძლება, ვთქვათ, ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრი ისეთი საკითხი გადაჭრას მათი, რაც ძალიან გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რამდენად აქვთ ეს ცოდნა და აი რა კუთხით, ვთქვათ, ეხმარებით თქვენ თუნდაც ხელოვნური ინტერესის უფრო პრაქტიკულად გამოყენების კუთხით? იცით რა არის, ტრენინგამდე ვერ ვიტყვით, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას აქვს, მაგრამ ზუსტად აი ამ
პროგრამის ალბათ სარგებელიც ის არის, ხომ და ეფექტი, რომ ტრენინგის გავლის შემდეგ ძალიან ხდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტზე, არამედ ზოგადად იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ინტერნეტი იძლევა, ხო, ინტერნეტის გამოყენება იძლევა, ასე რომ დიახ, ეს რაღაც საოცარი უაღრესად დადებითი უკავშირები, რომელიც ბენეფიციარებისგან მოდის, ანუ ტრენინგის მონაწილეებისგან მოდის, ადამიანები, რომლებიც ამ ცოდნას გადასცემენ, ანუ ტრენერთა გუნდი, რომელიც უკვე ძალიან გამოცდილია და უკვე ძალიან კარგად იცნობს აი ამ კონკრეტული აუდიტორიის საჭიროებებს და მათ შორის მოლოდინებსაც. როგორ საოცარი პროფესიონალიზმით გადასცემენ ამ ცოდნას. საბაზისო უნარიდან მივედით ხელოვნურ ინტელექტამდე, ხომ? კითხვები, რომლებიც ჩნდება და ეს არის 4 საათიანი პრაქტიკული ინტერაქციული, ესე იგი, ტრენინგ მოდული, სადაც ასევე ხდება გაჯეთების, ანუ კომპიუტერების, ლეპტოპებზე მუშაობა, ისევე როგორც საკუთარი მოწყობილობების გამოყენება, smart ტელეფონების გამოყენება. ფორმატზეც რო ვისაუბროთ, რა ტიპის კომუნიკაციაა ეს? თქვენ ახსენეთ 4 წლის განმავლობაში, ხა როცა პროექტი დაიწყებოდა, მაშინ წესით COVID-ი უნდა ყოფილიყო და რთული იქნებოდა პირისპირ კომუნიკაცია. თქვათ, აი რა ფორმატია ეს? ეს არის ონლაინ, ეს არის ადგილზე, როგორ ხდება ეს პროცესი? კი, ეს თავიდან ბოლომდე არის ადგილზე პირისპირ ტრენინგი. ჩვენ 4 წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ამასობაში უკვე გამოვედით COVID მდგომარეობიდან და პირველი ტრენინგი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საპილოტო პროგრამა განვახორციელეთ, უკვე იყო პირისპირ ტრენინგების ციკლი, ასე რომ ყველა ესე იგი მთლიანად პროგრამა პირისპირ ტრენინგებით ხორციელდება. ზოგჯერ გვაქვს შემთხვევა თუ ამის რესურსი იძლევა ამის საშუალებას, რომ პარალელურად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტრენინგ მოდულები, ანუ საგანმანათლებლო ღონისძიებები და ასე რომ ეს პროექტის ეფექტურობა განისაზღვრება ალბათ მისი დივერსიფიკაციით და გაშლით, თქვათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. უკვე რამდენი, თქვათ, მუნიციპალიტეტი მოიცავით, ამაზეც რომ ვისაუბროთ და შემდეგ ასევე ძალიან მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც ესწრებიან, თქვათ, მათი ყოველდღიური საქმიანობა რა არის, რა მიზნობრიობით ინტერესდებიან ჩაერთონ ამ პროექტში და მიიღონ ეს ინფორმაცია. კი ბატონო, დღეს მდგომარეობით უკვე ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 მუნიციპალიტეტი მოვიცავით, ვახსენე ოზურგეთით დავიწყეთ, შემდეგ იყო ქობულეთი, ხელვაჩაური, ვიყავით რაჭაში, ამბროლაური, ონი და ასევე სამეგრელოს რეგიონი, ზუგდიდი, აბაშა, ხობი, არ გამომრჩეს რომელიმე მუნიციპალიტეტი. ამ ეტაპზე პროგრამა მიმდინარეობს ჭოროწყუს მუნიციპალიტეტში და ასევე ვიწყებთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელებას. ზუსტად აი ამ წყალტუბოსთან დაკავშირებით ახლა გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ შემოვინახე, მიეცემათ შესაძლებლობა ადგილობრივ მკვიდრებს ჩაერთონ პროგრამაში. კრიტერიუმები რა არის, მოდით ვისაუბროთ, თქვათ, ვის შეუძლია მასში მონაწილეობა, თუ არსებობს ასაკობრივი, თქვათ, ზღვარი და დაახლოებით რამდენ ადამიანს შეიძლება გაუმკლავდეთ. ბატონო, თქვენ ასევე მკითხეთ მოსახლეობის, ანუ სამიზნე ჯგუფები ვინ არიან და ვის აინტერესებს. ამით დავიწყებ. პროგრამით ყველაზე მეტად ინტერესდებიან მაღალი კლასის მოსწავლეები, ახალგაზრდები და პედაგოგები, მასწავლებლები, ასევე მოსწავლეების მშობლები, თუმცა ასევე პროგრამა ხორციელდება ინკლუზიურად, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც ვატარებთ ჩვენ ტრენინგებს, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის, რომელთაც უნდათ რომ თავისი პროდუქტები მეტი პოპულარობა, ესე იგი, შესძინონ ციფრული, ესე იგი, ინსტრუმენტებით. და რაც შეეხება კრიტერიუმებს, კრიტერიუმი მხოლოდ ასაკობრივი, ესე იგი, ზღვარი გვაქვს 14
წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სრულიად უფასოდ და აი ეს ინფორმაციის მიღება ხდება ადგილზე ციფრული ელჩთან დაკავშირების საშუალებით, აწვდის ინფორმაციას და შემდეგ უკვე დგება ჯგუფები და შესახებ უკვე ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი წარმომადგენელი. ესე როგორც ხვდები, მხოლოდ ერთი ჯგუფი არა დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ჯგუფი შედგეს და იმუშაოს, თქვათ, ელჩებმა და სპეციალისტებმა მათთან. აბსოლუტურად, აი თავში ვახსენეს უნიკალურობა, ფაქტობრივად ყველა ტრენინგი ტარდება სოფლის დონეზე. ვცდილობთ, რომ ამისთვის ასე იგი თანამშრომლობთ ისევ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე სკოლებთან, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურა და შეუძლიათ, რომ ჩვენ დაგვითმონ საკუთარი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად ესე იგი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს საგანმანათლებლო ესე იგი აქტივობები. ჩვენ ხა წყალტუბოში გვისმენენ, ჩვენი სიხშირე იქ არის FM 100 და 9 და თქვათ როგორ უნდა მოგმართონ რა ფორმით ხდება ადამიანების თქვათ ინტერესის გამოვლინება იმისთვის რომ ჩაეწერონ, როდიდან იწყება უშუალოდ ეს პროექტი იქ, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. პროგრამა უკვე დაწყებულია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დეტალური ინფორმაცია იხილოს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, ისევე როგორც სოციალურ Excel-ების გვერდზე, მითითებულია საკონტაქტო ტელეფონი, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ სატელეფონო კონტაქტით ჩვენს წარმომადგენელს, ჩაეწერონ და შესაბამისად შემდეგ უკვე შედგება ჯგუფი, რომელშიც შეუძლიათ რა უკვე მონაწილეობა მიიღონ. Როდემდე გაგრძელდება ზოგადად ეს პროგრამა და კიდევ თქვათ რის მოცვას აპირებთ რა მიმართულებით? პროგრამა გაგრძელდება სულ მცირე წლის ბოლომდე, 2025 წლის ბოლომდე. ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს სამეგრელოს კიდევ 2 მუნიციპალიტეტის მოცვა, ასევე იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში განხორციელდება შესაბამისად აღმოსავლეთი აღმოსავლეთი ალბათ უკვე შემდგომ ეტაპზე, თუმცა ამ მომენტისთვის, როგორც გითხარით, თავში ინფრასტრუქტურაზე ვართ დამოკიდებული და ამ ეტაპზე უკვე უფრო იმერეთის რეგიონში ხორციელდება. როგორც ვთქვათ, არავინ არ დარჩება, ასე ვთქვათ, ვეცდებით, რომ ყველა რეგიონი მიიღებენ ამ ინფორმაციას. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ ადამიანები ბევრ საინტერესოს, ბევრ მნიშვნელოვანს მიიღებენ სწორედ ამ პროგრამის საშუალებით და ვთქვათ ისიც და გავითვალისწინოთ, რომ ეს პროგრამა არის უფასო. 14 წლიდან ზემოთ ადამიანებს შეუძლიათ რომ მაშინ მონაწილეობა მიიღონ. წარმატებები მინდა გისურვოთ. კომუნიკაციების კომისიის მედია ციგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის.